განსაკუთრებით დაკავშირებით, რომ ახალგაზრდა მთავრობამ განაცხადა, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში ვისაც უნდა განხორციელებული იყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შესაძლებელია განხორციელდეს მინდა გითხრათ, რომ ახალი მთავრობის ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობის ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო ახალი საგანმანათლებლო ცენტრის ახალი უნივერსიტეტის ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დახურვის პროექტი. ამაზე არანაირი საჯარო მსჯელობა არ განხორციელებულა, მათ უბრალოდ აიღეს და დახურეს ეს პროექტი. პროექტი, რომელსაც უნდა წელს უკვე ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შეეძლო მიიღო ახალი სტუდენტები და ამ სტუდენტების დიპლომი იქნებოდა ფაქტობრივად ამერიკული სტანდარტებით, ამერიკული დიპლომი. ტენდერი, რომელიც გაიმართა და რომელშიც მილენიუმის პროგრამით იყო გათვალისწინებული და ფინანსდებოდა 30 მილიონი დოლარით. ესე ვთქვათ, ამ ტენდერში ფაქტობრივად გამარჯვება მოიპოვა კონსორციუმს, რომელშიც შედიოდა მიჩიგანის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და ეს კონსორციუმი ჩვენი მხრიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი და აი ეს კონსორციუმის პროექტი დაიხურა და საქართველოს აღარ იქნება ახალი უნივერსიტეტი. ერთადერთი უცნაური, ასე ვთქვათ, განცხადება, რომელიც გააკეთეს, რომ ვითომ გაამართლეს ამ პროექტის დახურვა, თქვეს, რომ თითქოს ეს შენობა არ შეესაბამებოდა უნივერსიტეტის სტანდარტს. მინდა გაიხსენოს ყველამ საქართველოში საგანმანათლებლო სივრცეში არსებული კორპუსები, არსებული შენობები და თქვას, რომ თმათ ეს შენობა იყო უფრო ნაკლები, ვიდრე საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული, ასე ვთქვათ, კორპუსები. მინდა მოუწოდო ყველა სტუდენტს, რომ როდესაც იქნება ბათუმში, ჩავიდეს და ნახოს ეს შენობა და თქვას, რომ ის არის უფრო ნაკლები, ვიდრე ის შენობები, რომლებიც მათ აქვს ნანახი. ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე მართლაც იმსახურებს იმას, რომ უნდა გარდაიქმნას, უნდა ჩაიგდოს დიდი თანხები მისათვის, რომ გარდაიქმნას და ინფრასტრუქტურა გაძლიერდეს, განვითარდეს ინფრასტრუქტურა და მართლაც უკეთესი შენობები უნდა იყოს, მაგრამ დაწუნება ამ უნივერსიტეტის იმის გამო, ის არ შეესაბამება რაღაცა სტანდარტებს, მე ვფიქრობ, რომ არის სასაცილო. მნიშვნელოვანია, რომ გადაიხედა, ძალიან საინტერესოა, რომ ვიცოდეთ, რომ ეს თანხები რა მოიპოვა, ასე ვთქვათ, და იყო შედეგი საქართველოს წინა მთავრობის დიდი ხნის მუშაობის. მილენიუმის პროგრამით ყოველთვის ფინანსდებოდა, უნდა ვთქვათ, ყოველთვის ფინანსდებოდა ინფრასტრუქტურის განვითარება და მუშაობის შედეგად მოხდა ისე, რომ მილენიუმის პროექტით მეორე ქვეყანა იყო საქართველო, როდესაც საგანმანათლებლო სივრცეში ჩაიგდო ეს თანხები. და ეს თანხები ეხლაც ფაქტობრივად მოხმარდება საგანმანათლებას, როგორც სხვანაირად. შეიცვალა პრიორიტეტები, ისე რომ ამაზე საჯარო მსჯელობა უბრალოდ არ ყოფილა და საქართველო დარჩა, ესე ვთქვათ, ახალი საგანმანათლებლო კერძის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის ეს შენობა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა იქნებოდა კავკასიაში, არის კავკასიაში ყველაზე მაღალი შენობა, იქნებოდა სიმბოლური, რომ ჩვენი დეკლარაცია არის ის, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის განათლება და არის მნიშვნელოვანი. ძალიან საინტერესოა, როდესაც შეიცვალა მიდგომები, შეიცვალა სატენდერო, ჩაიშალა ის ფაქტობრივად წინა ტენდერი, შეიცვალა მიდგომები და მოთხოვნა იყო ორი. ის რომ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიიღო ტენდერში მონაწილეობა და მეორე ის რომ ადგილმდებარეობა არ უნდა ყოფილიყო ბათუმი. გაიხსენეთ ეს ერთ-ერთი პირველი რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება არის ის, რომ ქუთაისიდან მოაქვს პარლამენტი, ბათუმიდან მოაქვს უნივერსიტეტი და ისევ ჩვენ გვექნება ეს თქვა ერთი ქალაქის ქვეყანა. ბადათელო ანთემოროგოლოგ გუშინ იგიას უნივერსიტეტის და ჩავახშილის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გააკეთეს განცხადება მათ მიმართეს პრეზიდენტო ვეტო დაადოს ვეტო დაადოს იმ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის რეგულირებას გააკეთებას. თქვენ როგორ აფასებთ და ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს? უნდა ვთქვა, რომ
ესეც შედის იგივე პოლიტიკაში, წარმოიდგინეთ, წინა ხელისუფლებამ შექმნა შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტებს ქონოდათ, სახელმწიფო უნივერსიტეტებს ქონოდათ ისეთი სამართლებრივი ფორმა, კერძო სამართლის ფორმა, როდესაც მათი ქონება იქნებოდა დავცული და ვერც ერთ ხელისუფლება ვერ შეძლებდა ამ ქონების უკან წარსულს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო სტიმული კერძო სექტორისათვისაც, რომ მათ ჩაედოთ თანხები უნივერსიტეტებში და განვითარებული იყო უნივერსიტეტი. სწორედ ეს განვითარების პერსპექტივა არის შეჩერებული. სხვა შორის, როგორც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემთხვევაში, ისე ამ პოლიტიკის შემთხვევაში. ამითი და მეორე, ამითი უნივერსიტეტებს ერთმევად ავტონომიურობა და ილახება მათი დამოუკიდებლობა, რადგან მათ უკითხავად იცვლება სახელმწიფოს შეუძლია შეცვალოს მათი იურიდიული ფორმა, გააკეთოს რეორგანიზაცია. აი, არ კითხოს უნივერსიტეტს, გააკეთოს მისი ორგანიზაცია, გააუქმოს უნივერსიტეტი. ეს არის პრობლემა. თქვენი პარტიის წარმომადგენელმა ხუთასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ის დაადანაშაულეს ბიზნეს შევიწროებაში და მოიყვანს კონკრეტული მაგალითი აუდიოჯის სახით. მანზე იყო თემის და სხვა ბრალდებების ხუხაშვილის მისამართი თუ ეს სწორედ ანდრეი მეცოდის პასუხა ხუხაშვილმა ამ განცხადებებს და ეს ნაციონალური მოძრაობის მათი მოწინააღმდეგეების წამებას შეაფასა. ასევე აღნიშნავთ, ნაციონალური მოძრაობა იღებდა იმ თანხებს, რომელიც ბიზნეს გადანაწილებისას ხდებოდა მათი. ფინანსურ დეტალებში მართალია რა არა ვარ ეს გარკვეული, მაგრამ მინდა ვთქვა, თვითონ პასუხიდანაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ილია ხუხაშვილი არის ჩართული ძალიან მსხვილი ბიზნესის გადანაწილებაში და ის მონაწილეობს ამაში, ამას თვითონაც ადასტურებს, უბრალოდ უნდა რომ რაღაცნაირად გაიმართლოს თავი. თავისთავად ის რომ პრემიერ-მინისტრის რჩეველი ამბობს, რომ ის ჩართულია ამ პროცესში. ამბობს გუშინ მაგალითად თქვა სულად უცნაური რამ, რომ ასე ვთქვათ, მე ვიცი რომ ამ ხალხს მიქონდა ფული ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ მე არ მინდა დავასახელო მათი სახელები, იმიტომ რომ პრობლემები შეექმნება. ეს არის პირდაპირ დაფარვა, ესე ვთქვათ, დანაშაულისა და სრულად უცნაური განცხადება, ვთქვათ, მე ვერც კი წარმომედგენია, რომ ადამიანი, რომელიც არის პრემიერის რჩეველი, შეიძლება გააკეთოს ესეთი განცხადება. და ანუ მიგაჩნიათ, რომ რაღაცნაირად ეხლა პრემიერისგან არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ ცდილობს თავშოთ ამ გადანაწილებებში მონაწილეობის მიღებას, ამიტომ აფარებს ხელს, რომ შეიძლება გამოიყენოს ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ ბიზნესები. ამას ლაპარაკობს თვითონ, ამას ვერ მალავს, ამას ვერავე ვერ მალავს. ის რომ ისინი არიან ჩართულები ასე კერძო გარიგებებში და არის გადანაწილება, არის ტენდერები, რომლებშიაც იღებენ ნათესავები მონაწილეობას და მრავალმილიონიანი ტენდერია. ყველაფერი საუბრობს ამაზე. კორუფციაზე საუბრობენ თვითონ, ის რომ არის უკვე დიდი კორუფცია და ფაქტობრივად მათ შექმნეს სივრცე, სადაც კორუფცია არის შესაძლებელი, ხო? ეს არის პრობლემა. 9 წლის განმავლობაში იყო დეკლარირებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, იყო ძალიან დიდი წარმატებები ამ მიმართულებით, კორუფციაზე დადიოდა მხოლოდ ლეგენდები შეიძლება ითქვას, ხო, რომელსაც ვერ ადასტურებს პირდაპირ ეს მთავრობაც კი, ხელისუფლება, რომელიც ელუძვის ნაციონალურ მოძრაობას, ამას აი ძალიან ვითი, მაგრამ ის, რასაც ისინი ადასტურებენ, რასაც ისინი აჩვენებენ, რაც ჩანს ყველასათვის, ეს არის ის, რომ ისინი ჩართულები არიან ამ კორუფციაში. ვერ მალავენ, შემდეგ ამ კორუფციული სქემების გამომჟღავნების დროს ერთმანეთს იჭერენ და არის ეს პრობლემები. ნაციონალურ მოძრაობას აქვს სამიზნეობრივი არგუმენტები, მაგალითად გუშინ დოქტორთან დაკავშირებით, რომ ილია ხუხაშვილი აუდიოჯის გადაცემას აპირებს. თვითონ საუბრობდა ამაზე, ილია ხუხაშვილი. მაგრამ ის ითხოვს, თვითონ საუბრობდა ამაზე, წარმოიდგინეთ, ესეთი ფიგურა, როდესაც ამბობს, რომ მე ვიცი, რომ ამ ადამიანებს მიქონდა სადღაც წილები და არ ვასახელებ ამას, თავისთავად ძალიან პრობლემაა. აგეჩვენება, რომ ეს ძალიან ბევრს მეტყვი საკუთარი. ის რომ ის ჩართული არის ამაში. ამას უკვე ჟურნალისტური ეს ჭირდება, რამდენი. ერთი არის ჩვენ მხარე რას დადეს და რას მოიპოვებს, ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ საზოგადოება არის მნიშვნელოვანი აქ. თქვენ ახლა
ჟურნალისტები არ უნდა ელოდოთ იმას, რომ ასე ვთქვათ, ვიღაც ნაციონალურ მოძრაობის წევრი რაღაც საჩუქრებს გააკეთოს. ესა თქვენი საქმე, რომელიც უკვე დევს, აი დევს მაგიდაზე, შეგიძლიათ აიღოთ. შეიძლება ცოტა შორს დევს, მაგრამ ეს უკვე დევს მაგიდაზე. საბათასაკო საპრეზიდენტო კანდიდატებზე მიმდინარე რჩეულობა ვინ მიიღებს ნაციონალური მოძრაობიდან პრაიმერებში მონაწილეობას და მოდის გახდება ცნობილი საზოგადოებაში. ჩვენ ვთქვით, რომ იქნება შიდა პარტიული ის ვთქვათ, პრაიმერი არჩევნები, როგორი ფორმა ექნება ამაზე ფიქრობთ და როგორც კი გადაწყვეტილებს მივიღებთ გეტყვით. არის საუბარი, რომ პრაიმერში მონაწილეობას მიიღებენ ლევან მერაბიშვილი, ჩვენ ასევე ვიცით, ვინ არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რა საკურველია, ისინი მიიღებენ მონაწილეობას და ვთქვათ, ვინ როგორ რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რა ფორმა ექნება, ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ბატონო, თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ბედია, რა თქვა დავით კერძელაშვილის ბიზნესი. აი, რაშიც ვერ ვერკვევი, ეს არის რაღაც ესეთ ლეგენდარული ბიზნესი. ბიზნესში ვერ გუშინ რაზეც ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობდნენ, მართლაც მიყიდა თუ არა ბიზნესი დავით იაკობაძის. ვერ არ ვიცი. მე არ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რაც არ ვიცი. აი, ბატონ გია არის სპეციალისტი მასე საუბრაში, რაც არის, მე არ ვიცი. ვერ ვერკვევი. თუმეტეს ლეგენდა. ასაცილოა. მე მოვუწოდე მართლა ყველა სტუდენტს, მოვუწოდე, ჩავიდეს ბათუმში და ნახოს ეს სხვათა